პროტესტის 33 დღე თბილისსა და სხვა ქალაქებში უწყვეტი აქციები მიმდინარეობს. ამ წუთებში იკრიბებიან ზუგდიდში. დავით მანია მოგვიყვება დღევანდელ პროტესტზე. დავით, სად იყრიან მოქალაქეები თავს ამჯერად? ვახო, ჩვენ ახლა ვიმყოფებით სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან და საპროტესტო აქცია ოფიციალურად დაახლოებით 2 საათში დაიწყება, თუმცა მოქალაქეები აქ ადგილზე როგორც მაყურებელს შეუძლია ჩემს ზურგს უკან ნახოს, უკვე იკრიბებიან ისევე როგორც მთელს ქვეყანაში და ასევე რეგიონებშიც, ზუგდიდში უკვე 33 დღეა ეს ადამიანები დაუღალავად იკრიბებიან და აპროტესტებენ ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მიერ მიტაცებულ არჩევნებს. სანამ მე სტუმრებთან კითხვით გადავალ, მანამდე პირდაპირ ეთერში მინდა გაჩვენოთ ეგრეთ წოდებულ სამართალდამცავთა მობილიზება სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან, მათი რაოდენობა, ამ დროისთვის ყოველ შემთხვევაში 1 ორად აღემატება აქ შეკრებილი ადამიანების რაოდენობას, ასევე ვხედავთ გზის მოპირდაპირ მხარეს საპოლიციო ძალების მობილიზებას. ფაქტობრივად ყველა ავტომობილი, რომელსაც ახლა ფორმულას მაყურებელი პირდაპირ ეთერში ხედავს, არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციისა და სხვადასხვა განყოფილებების ავტომობილები. ახლა ჩვენ კითხვით გადავალთ აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორთან, არჩილ თოდუასთან. არჩილ, რო გვითხრათ, რა მოხდია დღეს ზუგდიდში, ასევე რო შეგვიფასოთ ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული ხელისუფლების ბოლოდროინდელი ქმედებები, მათ შორის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის ინაუგურაცია და როგორც ჩანს, როგორც თვითონ თქვა, ბიზნეს პრეზიდენტის შესახებ რას ვიქნებ? რაც შეეხება მეორე კითხვას, ჩვენ ბოლო პერიოდში რასაც ხედავთ, ქართული ოცნება ანტიხელისუფლო სახელმწიფოებრივად იქცევა. მათი ყველა ნაბიჯი მიმართულია ქართული სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ და რეალურად ემსახურება საქართველოში რუსული ინტერესებს და ქართული სახელმწიფოს რუსული გავლენის ქვეშ საბოლოოდ მოქცევას. მარტივად შეიძლება ესე შეფასდეს და მათ შორის ამის დასტურია ის ფარსი, რაც გუშინ ჩვენ საქართველოს პარლამენტის შენობაში შევიხილეთ ყაველაშვილის ინაუგურაციის სახით. ყაველაშვილი არ არის საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, იმიტომ რომ ჩვენ არ გვყავს ამ მდგომარეობით საქართველოს ლეგიტიმური პარლამენტი, ლეგიტიმური მთავრობა. 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა და ის შედეგები, რაც ესკომდა და არ ასახავს ქართველი ხალხის მიერ გაკეთებულ არჩევანს. რაც შეეხება მუხტს ზუგდიდში, რა ვიცი, მუხტი უცვლელია. 33 დღეა ჩვენ გამოვდივართ, დაახლოებით 1 საათში იწყება ჩვენთან ზუგდიდში აქცია და უწყვეტად ვაპროტესტებთ 33 დღე არის უკვე იმ ვითარებას, რაც ქვეყანაში გვაქვს. ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს, ვითხოვთ საარჩევნო სისტემის და სამართალდამცავი უწყებების რეფორმას და ვითხოვთ იმ ადამიანთა გათავისუფლებას, ვინც რეჟიმმა დააპატიმრა. კანონებთან დაკავშირებითაც მინდა გკითხოთ, პირველი რაც გააკეთა ეგრეთ წოდებულმა პრეზიდენტმა, ეს იყო, რომ ხელი მოაწირა ყველა იმ კანონს, რომელიც ზღუდავს და ლახავს ადამიანის უფლებებს, მათ შორის საჯარო მოხელეებთან დაკავშირებულ კანონს. რა ფენომენთან გვაქვს საქმე? როგორც ჩანს, რეჟიმი ცდილობს რეპრესიული კანონებით შეაშინოს ქართველი ხალხი და ამით განიმტკიცოს ძალაუფლება, მაგრამ მათ არ ესმით ერთი რამე, რომ ქართველი ხალხი არ აპირებს გაჩერებას, მიუხედავად დაჭერებისა, მიუხედავად დარბევებისა, მიუხედავად ფიზიკური ანგარიშსწორებისა, მიუხედავად არაერთი ჯარიმისა და ზუგდიდში 50-მდე ადამიანი არის დაჯარიმებული აქციებზე მონაწილეობის გამო, რეალურად არავინ არ უშინდება ამათ და ყველანი აპირებენ, ჩვენ საზოგადოება ვაპირებთ ბოლომდე ბრძოლას. იმიტომ რომ ის მიზანი, რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით, ბევრად უფრო ღირებული და ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სასჯელი, რაც შეიძლება ამ რეჟიმის მხრიდან მიიღო. მიზანი არის ხელახალი არჩევნები, მიზანი არის საარჩევნო სისტემის და სამართალდამცავი უწყებების რეფორმა და ამისთვის ვიბრძოლებთ ბოლომდე, მანამ სანამ არ მივაქცევთ საბოლოო გამარჯვებას. დიდი მადლობა, არჩილ თოდუას უსმენდით პირდაპირ ეთერში ამ აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს. მე კიდევ ერთ მონაწილესთან გადავალ კითხვით, ეს არის საბა გაბედავა. საბა, რო გითხრათ, რა არის თქვენი მთავარი სათქმელი დღეს და როგორ შეაფასებთ მაგალითად იგივე გუშინდელ დღეს, როდესაც ეგრეთ წოდებულმა მთავრობამ ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი დაგვისვა პრეზიდენტის სავარძელში და ყველა კანონ პროექტს, რომელიც ჩანაფიქრში ქონდა ქართულ ოცნებას ადამიანების უფლებების შესალახად და შესაზღვრად, პირველ ჯერზე სწორედ ამას მოაწერა ხელი. პირველ რიგში მინდა რომ დამდეგი შობა ახალი წელი მიულოცოს სრულიად საქართველოს და მინდა რომ ეს წელი იყოს გამარჯვების წელი, წინსვლის და წარმატების წელი. რაც შეეხება ყაველაშვილის ინაუგურაციაზე, ეს უბრალოდ ის პოლიტიკური მასკარადია, რასაც ქართული ოცნება გვთავაზობს აი ამ წლების განმავლობაში. აი ამაზე რა განცხადება უნდა გავაკეთო, ეს არის უბრალოდ სისულელე ფორმალობა, რომელიც ძალიან მალე დამთავრდება, ასევე ძალიან მალე დამთავრდება
ეგრეთ წოდებული ქართული ოცნების აი ეს სისხლიანი რეჟიმი, რომელიც შემოგთავაზა სამწუხაროდ, ჩვენ კარგად დავინახეთ ჩვენი ევროპელი მეგობრების მხარდაჭერა, ამერიკის მხარდაჭერა, ის სანქციები და ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი ეგრეთ წოდებული არალეგიტიმური ხელისუფლება, ეს სისხლიანი რეჟიმი ძალიან მალე ჩამოიშლება და ძალიან მალე დასრულდება. აი ამიტომ იმედიანად იყავით და ყველაფერი იქნება კარგად. დიდი მადლობა საბა გაბედავას აქციის ერთ-ერთ მონაწილეს უსმენდით პირდაპირ ეთერში. აქ შეგრებელი ადამიანების მთავარი მოთხოვნა ისევ და ისევ არის უკანონოდ და ძალადობრივად დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა. საპროტესტო აქცია ზუგდიდში ოფიციალურად დაახლოებით 2 საათში დაიწყება. ასევე გეტყვით, რომ ხვალ 31 დეკემბერს 10 საათზე ეს მოქალაქეები ისევ შეიკრიბებიან სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასა და ასე საპროტესტო რეჟიმში შეხვდებიან უკვე ახალ 2025 წელს. ეს დავით მანია იყო პირდაპირ ეთერში ზუგდიდიდან.